მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მსვენელებო და მეგობრებო, ახლა მე თქვენ შემოგთავაზეთ ლეტალია პანდორას კითხვა-პასუხების შემდეგ ვიდეოს. ნუ ეს ძველი ვიდეოებია ყველა, მაგრამ იმ კითხვებზე პასუხობენ გოგოები, რომლებიც ახლაც აქტუალურია. მაშ დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო ატვირთულია 23 წლის 28 ივნისს და პირველი შეკითხვა ჟღერდა ამდაგვარად, რომ შუმანის რეზონანსი აწეულიაო 160 გერცამდე. ეს იმ დროს იყო 23 წლის ივნისში. როგორ მოქმედებსო ეს კაცობრიობაზე? პასუხობს პანდორა. ხო და პანდორა ამბობს, მე დავაკვირდიო გერცო კაცო და საქმე იმაშიაო, რომ ყველა მათგანს აქვთ თავისი ჩაქრები, თავისი ფერი, თავისი ყველაფერი თავთავისი. ხო, მე ცოტა არეულად დავიწყო, ამბობს პანდორა, მაგრამ ყველა ცოცხალ არსებაში დედამიწაზე აქვსო ჩაქრები და ყოველი ჩაქრა მუშაობსო განსაზღვრულ გერცზე, განსაზღვრულ გერცის სიხშირეზე. 160 კი არა, მიწამო აიწეო 190 გერცამდე. ხო, ეს არის დაბალი მულათხარა, ქვედა ჩაკვრა. მან უკვე აწეაო მულათხარა, ქვედა ჩაკვრა, მულათხარა. მოდით ვნახოთო ჩაკვრა მულათხარაში რა თვისებები აქვთო ადამიანებს, რა თვისებები გამოუმუშავდებათო. ის ასწორებს ყველა გამრუდებებს პლანეტა დედამიწისა, თან ამას აკეთებს ძალიან ნაზად და ძალიან რბილად. თუმცა ჩვენი მტრებიო, ჩვენ ხელს გვიშლიდნენ, რომ ამ მულათხარას გააქტიურება მოხდესო, რადგან მულათხარა აგრეთვე დაკავშირებულია ნებასთან, ნებისყოფასთან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათო ეს მულათხარა მაინც ბევრ ადამიანებში გაიხსნა. ლეტალია ჩაერთო და ამბობს, რომ ჩვენ ფაქტიურადო არ გვაქვსო სიმჭიდროვე, ჩვენ ვართო ვიბრაციები და ერთადერთი, ასე ვთქვათ, მარეგულირებელი ჩვენი სიხშირების აწევის დაწევისა მარეგულირებელი კი არა, ერთ-ერთი მაჩვენებელი. ხო, ჩვენ ვიბრაციები აწეულია თუ დაწეულია, ეს არის შუმანის რეზონანსი. და შუმანის სიხშირეებიო ჩვენზე მოქმედებენო და ჩვენი მიტიერი ხელსაწყოების დახმარებით ჩვენ შეგვიძლიაო ამ შუმანის რეზონანს თვალი ვადევნოთო და ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლიაო შევამჩნიოთო, ყოველთვის ადენებენ თვალს საერთოდ შუმანის რეზონანსს და ადგენენ სქემებს და ამ სქემების მიხედვით ჩვენ შეგვიძლიათო შევამჩნიოთო ხანდახან ამაღლება ამ რეზონანსისა, სიხშირეებისა. ვიღაცას თავბრუ ეხება, ვიღაც სხვადასხვანაირად რეაგირებს ამ შუმანის რეზონანსის აწევაზე, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ დაბალი სიმჭიდროვის სამყაროში და ჩვენ გვჭირდება გადასვლა უფრო მაღალ სიმჭიდროვეში, საფეხურებზე, ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ფიზიკური სხეულის ტრანსფორმირება. აი, ძალიან კარგი შეკითხვა მომცა ერთ-ერთმა მსმენელმა, რა არისო ტრანსფორმირება. აი ესა მე უბრალოდ კომენტარებში ცვლად ვერ მოვყევი ამაზე. თან ამის შესახებ მე გადავთარგმნე რომელიღაც ვიდეოში, არ მახსოვს ზუსტად. საერთოდ ტრანსფორმირება ხდება ახლაც, ჩვენ რო ცუდად ხვდებით და უცებ მერე ვახტებით წამლებს, ესა სისულელე, აბსურდი, იმიტომ რომ წამლმა თითქმის ყველა წამლმა მიატოვა მოქმედება, ყველაფერმა შეიცვალა სიხშირე, ყველაფერმა. აი მე ადრე ვჭამდი მრავალ ძარღვას, მაგრამ 23 წელს არა, ბოდიში 20 წელს საერთოდ მრავალ ძარღვას ვაკეთებდი, სუფში ვყრიდი, მოჩუშულს ვაკეთებდი და ერთხელ გავაკეთე სუფი და შიგ ჩავყარე დავამატე ცოტა სამყურა. ხო, თეთრი სამყურები ხომ იცით? ხო, მაგი ჩავყარე.
და არ ვიცი სიბრალი მე მაშინ იმდენი არ მესმოდა ადრე კიდე იწამლებოდა ის ადგილები, მაგრამ მე სულ ჭამდი მრავალძარღვას და ალბათ არ ვიცი შეიძლება იმ საწამლავის ბრალია იხსნიან ადგილზე მსხლის ძირში, სადაც მე მრავალძარღვას ვაგროვებდი, მაგრამ ითქო ჩაირიცხებოდა ერთი წლის განმავლობაში და გული ამერი არ მიიღო მრავალძახის სუფი ჩემმა ორგანიზმმა, გული მერეოდა. ამიტომ ამბობ, რომ ბევრი რამე იცვლება, ბევრი რამე შეიცვალა. ეს ჩვენი პროდუქტებიც კი, რომელსაც ჩვენ ჭამთ, ბალახები, ხილი, ესენი ყველა შეცვლილებია. ყველა შეცვლილია თითქმის, იმიტომ რომ სიხშირეები, აქეთ ენერგიების ნაკადი, აქეთ ჩვენ გვწამლავენ ზევიდან ციდან გვაყრიან, რას არ გვაყრიან, ვინ იცის. ხოლმე ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ კუდები, როდესაც გადაფრინდება საფრენი აპარატი. ხო და ბევრი რამ შეიცვალა ბატონებო, წამლებიც კი არ მოქმედებს უკვე ისე როგორც ადრე მოქმედებდა. ანტიბიოტიკებმაც დაკარგა თავისი ძალა. ხო და მოდით მაშ გავაგრძელოთ. და პანდორა ამატებს, რომ გამრუნდებები სწორდება ახლაო. და ლეტალი ამატებს, რომ თუ ჩდებაო რაღაც ნეგატიური მომენტები, რომელიც ჩვენ უნდა დავამუშავოთო. ხო, ზოგჯერ ხდება ისე, რომ აი ბევრი ამბობს, ბევრ ჩვენც მithქვამს მასე, რომ რაღაცე დამემართა ეს, რაღაც ჩემ დროს ხდება ასეთი რამ, ან ვერ ამოვითქი და ვერ ამოვითქვი სული, ყოველთვის ან და ყოველთვის ფულის პრობლემა მაქვს, ან ეგ ფული არასდროს მიჭირდება სამი ფრინავს, ან მთელი ჩემი ცხოვრება ასე ვერივით უნდა ვიმუშავო და ამდაგოდი რაღაცები ბევრს გვითქვამს ჩვენგანს. ალბათ ახლაც ხო და იცით რა, ეგ თურმე ამ პრობლემებს, ამ გაჭირვებებს თურმე იმიტომ გვაძლევენ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავამუშავოთ. და მე ამას დიდი ხანია მივხვდი. მე დიდი ხანია ამას მივხვდი. უსმენდი, ბევრი ვიდეოებს უსმენდი, ყოველთვის ბევრი შეკითხვები, იმდენი შეკითხვები გამიჩნდა. მე ახლაც არა მაქვს ჩემ ბევრ შეკითხვაზე პასუხი და იმდენი შეკითხვები გამიჩნდა. მე ხომ უცებ ვერ მოვიპოვე პასუხი, მაგრამ თანდათანობით ერთ ვიდეოს მეორე, მესამეს, მეოთხეზე საკურველია მე ამას ყველაფერს ციკლაციას ვუკეთებდი. თავიდან ზოგის დაუჯერე, მე აღმოჩნდა, რომ არა, ბატონებო, ის არ ცდება, ვინც არასდროს აკეთებს. ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს, ის არასდროს არ შეცდება. იმიტომ რომ უსაქმურად ზის. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებს, ის საკურველია, მას ბევრჯერ წაებურთიკება ფეხი. და ასეთ ადამიანებს ნუ ამტყუნებთ. აი ეს ეტაპი მე გავიარე. არა, ბევრი მეუბნება ახლა. მომწერა ერთმა ურვასმენელმა, თქვენო რა იცითო, ხო? აი ამას რო ყვებითო ყველაფერს. იცით რა, ჩემო კარგებო, ჩვენ იმიტომ გვაქვს ინსტინქტი და იმიტომ გვაქვს გულის ჩაკრა, გული, ლოგიკა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ლოგიკა უფრო ძლიერიაო, ვიდრე გულის შეზნებები. ბატონებო ჩემო, ლოგიკა გულის შეგრძნებაზე უფრო დაბლა დგას. შენ რასაც ლოგიკურად ცივად აზროვნებ, ეს არ არის სწორი აზროვნება. კი, ზოგი აფასებს ლოგიკას. გააჩნია ახლა რა სიტუაციაში რა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სულიერ დონეს, თქვენ ზოგჯერ არ ყოფილა ის შემთხვევა, რომ რაღაცას კარნახობს გული, მაგრამ თქვენ არ უსმენთ გულის კარნახს და აკეთებთ როგორც ლოგიკა კარნახობთ. და ამ შემთხვევაში ბევრჯერ წაგიგიათ. ჩემ შემთხვევაშიც მასე ყოფილა. საერთოდ უსვინოთ ჩვენ გულის კარნახს, თქვენ იცით რა, თქვენ ვერ ამჩნევთ თორე. აი მე ხო შევეკითხები, რაღაც კითხვა გამიჩნდება. ჩემივე ხმით, აი ხო ვიტყვი რამეს დაუშვათ, ან მაგალითად
ის მოკვდება ან რაღაცა, იმიტომ კი არა მე წინასთან მეტყოლობ, არა. იმიტომ რომ მე წინასთან მართხილებე, მე ამას თავიდან ვერ ხვდებოდი და მე რო ვისწავლე სიგნალების, ნიშნების ამოცნობა, სამყარო ყოველთვის გაძლევს შენ რაღაც მინიშნებებს. მთავარი ეს ამ მინიშნებებს გაუგო, მიხვდე თუ სამყარო რას გელაპარაკება. ჩვენ ბევრს არ გვესმის მაგალითად ერთი ჩემი ახლობილი ადამიანი მეუბნება მეო რო არ მისვისო როგორ უნდა დავილაპარაკო მათო აი სამყაროს იგივე აბსოლუტ ღმერთს მე ხომ არ ვერ ხედავო და მე ხო არ მესმისო აი მაგაშია საქმე რომ ჩვენ მეც ვერ რამეს ვერ ხედავ მაგრამ მე ვიცი რომ ჩემი ესმით მე თუ სამყაროს ხო ვერ ხედავ კი ხმები მაქვს ხანდახან ხმები ჩამესმის არა მე არ მეშინია ადრე მეშინოდა ადრე ხილობისაც მეშინოდა ხმების ახლა ხმები ჩამესმის რაღაც დიალოგების სახით ხო და მე რასაკურელია ვშიფრავ აი მაგალითად ზოგჯერ ეშმაკეული მაპატიეთ თავი მეტკინა ეშმაკეული ზოგჯერ შემოგასმენინებს რაც არა სინამდვილეში მაგას ამიტომ მე ხანდახან მეჩხუბება ჩემი და რატო ითმენო რატო უთმენო დაუშვად ვინმე რომ შენ ასე გავიწროებსო ჯაბნისო ჩაგრავსო შენ სულელი გონი ხარო გამოჭერილი გონი ხარო და რატომ არ ეუბნებიო არაფერს აი მაგალითად როდესაც მე მესმის რამე ხო მე ხომ არ მივალ და არ ვკითხავ მაგ ადამიანს შენ ეს თქვი რომც თქვას რომც ნათქვა მიქონდეს უარზე დადგება და მე რომ უთხრა მაგალითად მე უბრალოდ მინდა დავასკნა შენ თქვი თუ არა მაინც არ გეტყვის ხო და ამასთან ერთად ცხოვრება მიწევს მე მიწევდა ზოგი ხელად მიუვარდება ეჭვიანობის გამო აი შენ ახლა ეს თქვი ასე კიდე არ გამიკეთები არასოდეს იმიტომ რომ მე თუ არ დაწუნებული რამეში მაშინაც კი არ ვიტყვი აზრი არა აქვს ხალხო ყოველთვის უბნები ჩემდას და რას მოიგებ და უშუალოდ შენ რომ უცებ აუშაერდე და ასეთ მდგომარეობაშიც მოხვედრებალ მე ვერ მომითვენია რაღაცა იგეკელა რომ მოთვენის უნარი არ გამაჩნია იმ საკითხში მე ვიყავი მართალი და ვერ მოვითმინე რაც ენაზე მომადგა რასაც ფიქრობდი ის თქვი მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ну ისეთ გარემოში ხარ იმ ადამიანს თუ წაეჩხობები შენის გარემო უნდა დატო არანდა თუ შენ იმ ადამიანის ტერიტორიაზე ხარ რომელიც შენ გავიწროებს ანუ და გადახვიდე იქედან ანუ და გაჩუნდე რო ვთქვა მაშინ იქ ვერ გავჩერდები ხო ახლა მაგალითად მე რო ქირით ვარ მაგალითი მომყავს და თან ზოგჯერ აზრი არ აქვს ჩხუბდა კამათ იმიტომ რომ შენ ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა როდესაც მე გაულანძღილარ იმას ვინც თვითონ გასალანძღი იყო არა მე გამოვყანი ვარ მტყვანი ხო ამიტომ გეუბნები და მიდით ახლა და ვისპოროთ ასეთ ადამიანებს ვესპოროთ ვეჩხუბოთ მე მითად თქვენ აგონიერ ხანდახან აი საიდუმლოს გაგიმხელთ ხანდახან ფიქრებში ისეთი ასე გამიელვებს რომ მაგალითად ზოგი მინდა თმებით ვათრიო ხანდახან გამიელვებს აწარმოდგენა რომ მე მას როგორ ვათრო თმებით ან როგორ სილას გავაწუნე ასეთ ადამიანს როგორ შევადგები წიხლებით რა გონია თქვენგანა კი მე ხარ ვარ კინის ადამიანი ყველას გვაქვს ნერვები მაგრამ მე ვამუშავებ ამ სიტუაციებს მოხდება ასეთი რაღაცა არის წარმოუდგენია უტყვილი არ თქვათ ალბათ ყველას წარმოგიდგენია თუ ვინმეს როგორ ცემთ ან როგორ გააპანჩურებ და ასე შემდეგ ხო ამის გაფიქრებაც კიდე არ შეიძლება და ზოგჯერ აი როდესაც მასეთი ადამიანი მავიწროებს ადგილის მიტოვება დაუშვათ გარემოში თავს შემიძლია და ვერც ჩემ თავს დავიცავ ვერც საპასუხო წესიერ პასუხს ვერ გავცე თქვენ რა გონიათ მაგრამ მე ვისწავლე ჩემი ემოციების მოთოკვა სხვა რა გზა მაქვს უკიცა ეს კი კვანძი გავიდიდე იმ დონემდე რომ
არა მე ის ამალი არ მიყითი ექიმა რო გამოიწერა არა უფლობის გამო არა მე ხორცს არ ჭამ არ ვიყიდი სპეციალურად მე არ ვახტები უცებ ექიმი რო გამოიწერს წამას გავდივარ აფთიაქში კი ფასი საკითხავად და ინტერნეტის ჩართვას ველოდები რომ გავარკვიო რა შეა საქმე როგორი წამალია როგორი რეაგირებს ისგან დამზადებული თავარი ესაა იმიტომ რომ ხორცს არ ჭამ აქედან გამომდინარე მე არ ჭამ ჟელატინის კამფეტებს და ასე შემდეგ იმ პროდუქციას რაშიც შედის ჟელატინი აბა ბევრმა იცი ჟელატინი როგორ მზადდება რომ მზადდება ცულების ნახარშიცაგან ხო ბევრს გიყვარ ხალადეცი და ხაში მე არასდროს არ მიყვარდა ხალადეცი და ხაში როც ჭამდი ხორცს მაშინ ხო და არც თავები მიყვარდა არც თევზის არც ქართლის არაფრის თავები არ მიყვარდა არასოდეს და ამ დროს ხო და წამლებსაც ვაკვირდები მე მივატოვე ამის გამო საერთოდ ხებულობდი ადრე აივით ომეგა-3 ან თევზის ცხიმს მაგრამ ახლა მივატოვე ამის გამო და ამ წამალში შედის თურმე მე მეგონა ალბათ გასაწოვი იქნებოდა და ამ წამალში მე რო იქ ახლა გამომიწერა შედის თურმე ფერმენტები პანკრეასის ფერმენტები რომელსაც ამზადებენ ცხოველის პანკრეასიდან და მე ვთვლი რომ ეს იგივეა მე ხა გადავიდე ინსულინზე არ მინდა ჩემი პანკრეასი მუშაობს უბრალოდ ხანდახან ისეთი პერიოდებია მაგალითად 500 გადაცილდა ერთი კვირის წინ ჩემი შაქარი რამდენი წელია 500-მდეც კი არა სულა კი 400 გადაცილდებოდა ყველაზე მეტი აი რაც ავიდოდა დალაგდა ნელა არა ხა 300-ს ხამაქვს იზომავ ხა ყოველ დღეს შაქარს რაღაც წამლებს ვამ სხვა წამალს ხო და უნდა გავისომო და ამიტომ ვამბობ მე შეიძლება ხა ყველა არ ფიქრობდეთ ასე მაგრამ მე ასე ფიქრობ მაგალითად აი რეზონანს რატო წამოვიწყე მასე საუბარი რადგან რეზონანსზე და ვიბრაციებზე საუბრობთ ხო რატომ იმიტომ რომ ვიცი მე რომ საერთოდ ხორცი დაბალ ვიბრაციული პროდუქტია და ვისაც დაბალი ვიბრაცია აქვს მაგალითად ავადმყოფია ხო ახლა მე დიაბეტი რომ აქვს და ტკბილეულს ვერ ვიცილე ბოლომდე ტკბილეულის დაბალ ვიბრაციული პროდუქტია ხო და როდესაც ჩვენ აი მაგალითად მე ვთვლი კლობასთან დაკავშირებული პროდუქცია არ მივიღო მე არ მინდა და თქვენ რაც მინდა ისკენ იგივე კლობასთან დაკავშირებით პროდუქცია აბრეშუმის ტანსაცმელი და თეთრეული იმიტომ რომ აბრეშუმი ესე იგი ხო ძაფებს იკეთებს იმ პერიოდამდე უნდა მოასწრო მაგის ჩაბარება და აღება სანამ იქიდან გამოსვლას დაიწყებს სანამ იმ თავისი კოკონიდან პეპელა დაიწყებს გამოსვლას თორემ მე ის ზაფი კაპიკად არ ვარგა გესმით ჩემი ხო ბევრმა არ იცით თუ აბრეშუმი როგორ კეთდება ამიტომ გიხსნით ამას აბრეშუმი კეთდება ცოცხალი იმ ცოცხალი სანამ ცოცხლობს შიგნით და სანამ და ის შავდება როცა აპირებს გამოსვლას უღებ ფერის თვლას იწყებს და მაგით ხვდებიან რომ ზათა თქვენ ახლა წარმოიდგინეთ რა საკეთებენ ამათ ხარშავენ ცოცხლად თორემ სხვაგვარად ძაფი არ გამოვა აბრეშუმის ის თუ გამოვიდა ახლა მე მეგონა ადრე ეს გამოდიოდა შემდეგ რომ დარჩებოდა იქ ეს ცარიელი კოლოფით კოკონი თავის ძაფებიანად მერე კეთდებოდა აბრეშუმის ძაფები და აბრეშუმის ყველაფერი მაგრამ ერთხელ დავინტერესდი ამით და როდესაც ინტერნეტში წავიკითხე თუ როგორ ამზადებენ აბრეშუმს ცუდად გავხდი კი ნახავ და რატო მართალია რადგან ჩვენ გონიათ რომ ის რაღაც ჭიების მაგვარია და მაგათ რა უჭირს მერე ხო დაჩეხავ დასრისავ რომ მოხარშო ამით რა დაშავდება ის ხო ადამიანი არა მაგრამ ის ხო ცოცხალი არსება ამ აბრეშუმის კაკრებს რო გამზადდება ეს აბრეშუმის როგორ გიხართ ქართულად ეს კოკონი ხო ამას აგდებენ დუღარე წყალში სხვაგვარად ძაფი გაფუჭდება რომ დაელოდონ გამოსვლას ვერ მიიღებენ ძაფს
და ეს ყველაფერი ცოცხლად იხარშება. ხარშავენ. აი, წამოიდგინეთ თქვენ ზიხართ იმ ნაჭუჭში და თქვენ ხარშავენ. ზოგი ახლა გამებრასება მე, რა შედარებებს აკეთებო. აი, გააკეთოთ უნდა შედარებები. სხვაგვარად თქვენ ვერ გაუგებთ ცხოველეს. ხო გეუბნებით ერთხელ ცოცხალი თევზი ვიყიდეთ სტუდენტობის დროს. და სანამ მე თავები არ მიყვარს მეთქი ახლა ხო ვთქვი. ნახევარი ისეთი თევზი იყო, ნახევარი თავი იყო, თევზის ნახევარი. ხასეიკა აიღო, ის უყვართ ხوار გადავყრიდი ახლა არა, თავიანად უნდა ჭამო კანონით, მაგრამ მე თავები არ მიყვარდა. და ნახევარი თევზი თავებმა წაიღო. და სანამ მე ამ თევზს ჭრიდი, თავს უჭრიდი. ფართხალობდა. ასე მეგონა ადამიანს უჭრიდი თავს. და წამოიგეთ ახლა ჩვენ ვზივართ იმ ნაჭუჭში და ჩვენ ხარშავენ. ეს ერთი. და მეორე. თქვენ იცით ის სამისფერი ფერი საიდან მოდის? არასდროს აგისვიათ თქვენ თავისთვის კითხვა? და მე შემთხვევით წავაწყდი ვიდეოში ინტერნეტში. ფეისბუქზე მგონი თუ არ ვსდები, ხო? თუ სად იყო არ მახსოვს. წერებს, სპეციალურ წერებს აგროვებენ, კლავებს, ახმობენ. და იქიდან ამზადებენ ამ ფერს. ახლა ეს არა ის სამისფერი, რომელთში ეს არის ვარდისფერი, ის ჩანს ის სამისფერი. კი, მაქვს მე ის სამისფერი კაბა მაგალითად საზაფხულო. საერთოდ ვამბობ. არა ძალიან ლამაზი ფერია, ხო? ახლა თუ მკვლელობაზე მიდგა საქმე, ეგრე ჩვენ სცენარეებსაც ვჭამთ, მაგრამ ეგ სხვა ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიკვებოთ რაღაც ხილით, სცენარეებით, მაგრამ როდესაც შენ ხო გაძლევ აბრეშუმის ტანსაცმლის გარეშე, გაძლევ. იგივე მაგალითად გავძლებთ ის სამისფერი რო არ იყოს ახლა ბუნებაში, იფიქრებ რა ცუდია თქვა, ხო, ისეთი ლამაზი ფერია. და ძალიან ბევრი ფერები მოყავთ. კიდევ მოყვითალო, მოოქროსო ფერი, სპეციალური მწერები არის, რისგანაც აკეთებენ ამ ფერს. ხო, ახლა რაც მწერებს კი მაინც კლავენ და შემდეგ ამზადებენ ფერს. ხო, აი ესა განსხვავება, მაგრამ ამათ ცოცხლად ხარშავენ. დაპატიეთ. და მაპატიეთ გაჩიშვა და მავიწყდა. წყალი რო დავლი, წამალი ეწყალი არა? წამალია. წყალში იხსნება ლიტრა ნახევარი უნდა დავლიო, მაგრამ ვერ ვსვამ. არც კოლაა, მე კოლას არ ვსვამ. ნაკლებად შეიძლება სადმე წავიდე და მისაყოლებლად ერთი პატარა ბოთლი ვიყიდო. ხო და ჩემოკარგებო, კი, ბევრი იტყვის ახლა. აი ხა ძაღლებს წვავენ ცოცხლად. ქუჩის ძაღლებს. ცოცხლად წვავენ. არა რომ მოკლა. შემდეგი კითხვა, რას ნიშნავსო დნმ-ის გამრდება? და დაკავშირებულია თუ არა ეს იმასთან, რომ ჩვენი მტრები ატარებდნენო ჰიბრიდიზაციას დედამიწაზე. ამას როგორ შევეწინააღმდეგოთო და არის თორე საშუალება ჩვენი თავი გამოვასწოროთო. ესე იგი ჩვენი ეს ჩვენი დნმ-ი გამოვასწოროთო. ხო, პანდორა ამბობს რომ ჩვენი მტრებიო კი ატარებდნენო ჩვენზე გენეტიკურ კვლევებსო, შეიძლება კიდეც ატარებენ, ვინ იცის. თუმცა მართალი თქვა პანდორამ ატარებენო, იმიტომ რომ ახლა ახსენათ პრივივკები, აცრები უფრო სწორად. იმ აცრებში დღეს რომ კეთდება, ბევრი რამეა ვინ აკეთებს ამათს აკეთებენ უმეტესწილად ამერიკაში და შემდეგ ესენგეც ქვეყნებში ავცელებენ.
და ეს აუტიზმი სხვათა შორის რომელსაც გახშირდა დღეს ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო შეიძლება ერთ 500 ადამიანზე 1000 ადამიანზე ყოფილიყო 1%, 1-2%. ახლა კი გახშირდა პროცენტები. ეს ეხება კიდე ხიმყელებს იმას რასაც გვაყრიან ზევიდან ჩვენ. ხო, მე სულ მიკვირდა მიწაო, არ არისო, გაფუჭდაო მიწასო არ მოყავსო, მაგალითად ბადრიჯანი მოყავდათ, ხო, ხალხს და უცებ თვითონ ეს ხალხი გაკვირებული იყვნენ, ახლა ბადრიჯანი ვერ მოყავსო და რატომ არ ვიცითო. მიწაო არ არისო ისეთი შეცვლილიაო. ის სულები მაღალი დონეებიდან რომლებიც ახლა ცხოვრობენ დედამიწაზე, რომლებიც მოვიდნენ იმისთვის, რომ დედამიწას დაეხმარონ, არიან გმირები. ჩვენ ვართო ყველანი გმირები, რადგან ახლა ისეთი დრო არისო, რომ ძალიან რთულიაო. ხო და პანდორა ამბობს, რომ ახლა 23 წელია შეგახსენებთ, ეს ვიდეო არის ჩაწერილი 23 წელს და შუმანის რეზონანსი იმატებსო ენერგიები მოდისო და როდესაც ჩვენი ენერგიები აბაო გულის ჩაკრამდე, ხო, ჩვენი ჩაკრები მხოლოდ პირველი სამი ჩაკრა მუშაობდა მანამდე და როგორც იმატებს ეს ჩაკრები და მოვა გულის ჩაკრამდე, უფრო გაძლიერდება ჩვენი ტრანსფორმირება, ჩვენი მდგომარეობა, რამდენ ჩაკრას მიცვდება, აი ნელ-ნელა რო იქცება წყალი ჭურჭელში ასეთნაირად ნელ-ნელა გვემატება ჩვენ ვიბრაციები და როდესაც მიაღწევსო ეს ენერგიები გულის ჩაკრას ისეთი ძლიერი ასპაკობკა წამოვაო და ყველაფერი რაც მოხდება ერთდროულად არ მოხდება, ეს თანდათანობით მოხდება ყველაფერი. ცვლილებები მე იგულისხმობ ცვლილებები სოფლიოში. ხო, ისე სიზუსტე როდის მოხდება ეს გადასვლა, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ეს დამოკიდებულია კოლექტიური კრიტიკულ დონეზე, თუ კოლექტიურად დედამიწა აი არის სპეციალური ზღვარი, ხო? და აქანე თქვენ არ მოკიდებენ ხელს კიდევ ვიმეორებ მე წინა ვიდეოებში კიდე მასლა თქვა მინდა არ გადაგიყვანენ, არა. უბრალოდ როდესაც ეს დედამიწა აიწევს ამ კრიტიკულ ზღვამდე ეს კოლექტიური ცნობიერება, ინდივიდუალური ცნობიერება კი არა, კოლექტიური ცნობიერება აიწევს ამ კრიტიკულ დონემდე მაგნიტივით, აი, როდესაც ჩვენ ხარშავთ, ხო? მაგალითად ზეს ვადუხებთ. ხომ იქნება კაფი. აი ეს კაფი მე ხო უნდა ერთიანად გადმოიხება, რომ იმას გაიკეთებს როგორ გითხრათ პლიონკას რუსულად ქართული არ გამახსენდა სიტყვა. იმას რომ გაიკეთებ ჯოს ასე ჯოხი დაიხებ და აიხებ, გადმოიღებ, ხო? ასენაირად მაგნიტი იმ პირველ პარტია ხალხს აიღებს, გადმოიტანს, თქვენ არც კი იცნობთ ამას. უცებ აღმოჩნდებით თუ შესაბამებით იმ მომენტის ვიბრაციებს, ასევე მოხდება მეორე და მესამეც გადასვლა. სამი ამოფრქვევა უნდა მოხდეს ზის. ხო, ლეტალია უმატებს, რომ კი ჩვენ ხელს გვიშლიან იმისათვის, რომ მივახციოთ მაღალ დონეებს, მაგრამ არიან ისეთებით, როგორ კულისებს მიღმა, კადრის მიღმა, გვეხმარებიან ჩვენ ყველაფრით. თუმცა მათ ჩარევისუფლება არ აქვთ, მაგრამ მაინც გვეხმარებიანო ჩვენ. ზოგმა ცივილიზაცია გააკეთა ჩათესვა დედამიწაზე, ამაზე კარგად ყვება ბორეები და ჩვენ ვართო მათი ასე ვთქვათ არა, წინაპრები არა. შთამომავლობა და ეს ჩვენი შექმნელები უფრო არიან პლეადენელები და ლირიანელები. რადგან კოსმოსური ცივილიზაციები კი რაღაცნაირად ერევიან, მაგრამ ისინი უფრო თავს იკავებენ, რატომ? კოსმოსური კანონის მიხედვით ჩარევა არ შეიძლება, ევოლუციას უნდა მიცეს შანსი თვითონ განახორციელოს გადასვლა, მომწიფება და გადასვლა და ისინი ელოდებიან იმ დროს,
როდესაც ისინი შეძლებენ ჩვენთან მოსლას, გამოვლინებას, მაგრამ ისინი ეხმარებიან რჩევებით დედამიწელებს. თვითონ დედამიწელებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ისინი მაღალ განზომილებიდან ვინც ამოსული ვარ ჩვენ მომავალში. ხო, და ჩვენ თუ ახლა შეცდომა დავუშვით, ეს მოახდენს გავლენას ჩვენ მომავალსაც იმ მომავალში მყოფ ჩვენებზე. მართალია ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი წელი ტყუილში გავატარეთ, მაგრამ დადგება არც ისე შორსა იჟამე, როცა დადგება თქვენ, მაგრამ ამისთვის ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ დედამიწა ისევ არ დაუბრუნდეს ბნელ დროს. რადგან ჯერ კიდევ იმეც არ კაკავენ ჩვენი ბნელი ძალები, რომ ბნელი წარმომადგენლები, რომ დედამიწა დააბრუნონ უკან ბნელ პერიოდში. თუმცა ნათელი ძალები ყველაფერს ააკეთებენ, ეს უცხოპლანეტელები, რომ ჩვენი დროის ხაზი მყარად მიედინებოდეს პოზიტიურ დადებით, ასე ვთქვათ, ხაზში. შემდეგ, როდესაც ჩვენ მივახლოვდებით ფინიშს, დაიწყება გაყოფა. ისინი, ვისაც უნდა დაბალ ვიბრაციაზე დარჩენან, დარჩებიან დაბალ ვიბრაციაზე, ვისაც უნდათ გადასვლა, ისინი გადავლიან. კიდევ ვიმეორებ, არავის არ გადაიყვანს. არავინ ხელს არ მოჰკიდებთ და არ გადაგიყვანთ. ამის იმედი არ იქონიოთ. არავის არ გადაიყვანს. თქვენ სულ უნდა ეცადოთ, ჩვენ, მარტო თქვენ არა, მეც ყველანი, ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ სულ მაღალ ვიბრაციებზე. მართალია, ახლა ჩვენთვის უბრალო ადამიანებისთვის ცოტა რთული იქნება, მაგრამ მაინც მიხვდებით თქვენ. იმას მაინც მიხვდებით, რომ დაბალ ვიბრაციას არ ეკუთვნით, ნამდვილად მიხვდებით. თუ იბრძოლებთ იმისთვის, რომ ვიბრაციები აიწიოთ. თქვენ იგრძნობთ ამას. ხელად იგრძნობთ. იმდენი რამე ვთქვი და მთავარი სხვა დამავიწყდა, თუ რატომ მოყვები ეს ყველაფერი. პანდორა ამბობს, რომ 60 წლამდე რაღაცები დაალაგდება, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ შეიძლება ამ წელს მოხდეს. არავინ იცის. შეიძლება ამ წელს მოხდეს. გადასვლა შეიძლება 27 წელს, 28 წელს. ეს იმასია დამოკიდებული თუ ჩვენ რამდენად ვართ მომწიფებული ამისთვის. ხომ ზოგი ხე ადრე იძლევა ნაყოფს, ზოგი ხე გვიან იძლევა ნაყოფს. მაგრამ ჩვენ ამის გამო ხომ არ ჩეხავთ ხეს ადრე რო არ გვაძლევს ნაყოფს, იმიტომ ან იმის გამო რომ გვიან გვაძლევს ნაყოფს, არა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამ დროს მაინც იქნება ნაყოფი და შევძლებთ ამ ნაყოფის შემოსავლის აღებას, ხო? აი ასე მოხდება აქაც. ახლა კიდე რამიდა გითხრათ, აი ბევრი ამბობს, თუ გადასვლა არისო, ახლა გადავიდეთო. ისქერე ზოგი კონტაქტორებსაც კი ეკარგებათ მოთმინება. მაგალითად, მე ხშირად ვახსენე, თუ თქვენ გახსოვთ, ერთი-ორი ვიდეო მაქვს გონი იმის. მირა სალარისი, ხო? ესეც მაგარი ენერგიის ის არის ფლობელი. მაგრამ თვითონ ამანაც თქვა, რომ მოთმინების უნარი მეკარგებაო, მომავალსო ვერ ხედავო, ვერ ნახეთო, შევედითო მე და კიდე ვიღაცა. მერე იცით რა, მე უსვენ ხომ გითხარით, მე უსვენ ბევრს, მაგრამ ახლა ზოგი ისე რაღაცებს ყვება და ისე ხუშად ყვება, მე რომ თქვენ ყველა ვიდეო გადაგითარგმნოთ, რომელიც მჯერა ამჯერა. არა, მე იმ ვიდეოს თქვენ არ გაძლევთ, რომლითაც შეიძლება თქვენი ან დაშინდეთ, ან რამე ისე არ გაიგოთ. მე ცოტა ვუთხილდები, ახლა ეს ვიდეოები ეს საერთოდ რასაც მე თქვენ გაძლევთ, კი? ცოტათი კი ვთხილდებით, თქვენ ემოციებს ვუთხილდებით, მაგრამ მაინც რაღაც დოზას ვუმატებ თანდათანობით.
მე არაფერი არ მიგვირს. მე ამას ყველაფერს შევეჩვიე. მაგრამ თავიდან შეიძლება ადამიანმა ინერვიულოს ამის გამო. მე მაგათად გამიჭირდა აღთქმა. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერს მონელება. დრო დამჭირდა უფრო სწორად. მაგრამ ამ დროს მე იცით ჩემთავს რას ვეუბნებოდი. აი შენ წარმოიდგინე, შენ მართლა დაუშვათ ნახე ეს რეპტილოიდები, ან დრაკო, ან მოხდა ასეთი რაღაცა. მე ხომ პანიკური შიშები მქონდა, ისე მქონდა ნერვული სისტემა მოშლილი. და წარმოიდგინე და ხა მე პანიკური შიში მქონე ადამიანმა როგორ დავილაგე ყველაფერი. თქვენ ხართ თქვენი თავის შველელები. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი დაამუშავოთ, თქვენ თავს დაეხმაროთ. სხვაგვარად, თქვენ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ. მაგრამ პირველ რიგში თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენი თავი იმაში, დაიჯეროთ ის, რომ თქვენ ხართ სულები. და თქვენ ერთადერთ ცხოვრებას არ გადიხართ, რომ ეს არის დროებით, ეს არის თქვენი მშობლება. ეს არის თქვენი მშობლება, რომელიც გაჭინაურდა. ხო და თქვენ იღებთ, ჩვენ ყველანი ვიღებთ გამოცდილებას ჩვენი ნეგატიური ცხოვრებისაგან, მაგრამ კი ამ დროს დაისმის კითხვა. ხომ არიან ისეთები, რომლებიც მდიდარ ცხოვრებას გადიან, ფულში ცურავენ, არაფერს იკრებენ, არაფერი აკლიათ მათ ოჯახებს. ხო? იმიტომ რომ ადრე მეც მიკვირდა ეს. ეხლა ეს სხვა ამბავია. იქიდე სხვა რაღაც კარგის კანონები არის. ეხლა სხვა, მაგრამ მე ამ თემას არ შევეხები ახლა. ეხლა სხვა ამბავია. აქ უკვე აქაც კარმა მოქმედებს, მაგრამ უკვე სხვანაირად, სხვაგვარად. შემდეგი შეკითხვა, გოგოებო, ახსენით თუ შეიძლება ცხოველებზე და მცენარეებზე როგორ მოქმედებსო ამ შუმანის რეზონანსის სიხშირების აწევა. პასუხზე გაცემა, კითხვაზე გაცემა პასუხის დაიწყო პანდორა. პანდორა ამბობს, მცენარეებს და ცხოველებს ძალიან უჭირთ ამ შუმანის რეზონანსის სიხშირეების აწევისას. რადგან ერთ-ერთ ასპექტში მე ვიყავიო და ჩემი ერთ-ერთი ასპექტი არის რომ ღმერთ ველესის ქალიშვილი. და მაშინ გავიგიო მე თუ რა ხდებაო ბუნებაში მაგ დროს. რადგან ხეებსაც და ცხოველებსაც აქვთ ჩაკრები და ეს ტრანსფორმაცია მარტო ადამიანები კი არ განიცდიან ამ ტრანსფორმაცია. არა, განიცდიან ცხოველებიც, ხეებიც. ყველაფერს აქვს ჩაკრა, რაც კი ცოცხალი არსებობს. და მათი ჩაკრებით სწორდება ახლა პლანეტასთან შეფარდებაში. მეორე მხრივ მათთან უფრო იოლად არისო საქმე, რადგან გამრუდებები არც ისე ბევრიაო მათ შორის. რადგან ჩვენ რაც გამრუდებები გქონდაო, ჩვენ გვაიძულესო ეს გამრუდებები, ძალით დაგვაკისრესო ბევრი რამე, რაც არ გვეკუთვნოდაო. და ისინი ფიზიკურად ავადდებიან, ისინი ყველაფერ ამას გრძნობენო. ამიტომ თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოფილა, ქონია დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ჩვენ როგორ ვექცევით ქუჩის ძაღლებს. თუ არისო შესაძლებლობა აჭამეთო საჭმელი. იგივე ჩიტებზეცაა საუბარი. და ახლა მე ხელზე პური არ მიკავია, მაგრამ ხშირად რო დავდივარ, ხო, ქვეყანა ძაღლებია. იმხელა ისეთი ლამაზი ძაღლები და როდესაც დაველაპარაკები და შევეკითხები, ყველას ბათურას უძახე. ბათუ, რა ლამაზი ხარ, ბათუ, შენ და მიყურებენ და ისინი მშიაო და მაჭამეო. კი, ახლა კი აჭვენდნენ იქნება, მაგრამ ბევრი რეკავს. ცადეთო
ხეებთან ურთიერთობა ისინი ახლა მათ შეუძლიათ ახლა თქვენი აზრების კითხვა რაზე ფიქრობთ თქვენი მომენტში კი გაუგზავნეთ მათ სითბო და სიყვარული მათ კი არა საერთოდ სამყაროს კოსმოსურ სამყაროს ყველა სტიქიებს ყველას იმდენი ბუნების სულები არსებობენ ერთი კოსმოსში ჩვენ რო ანგელოზებს ვძახით ისინი ანგელოზები კი არ არიან ისინი არიან კოსმოსის მაცხოვრებლები ისინი ცოცხლოპლანეტელები არიან ოღონდ სხვა სხვადასხვა სხეულებში ჩვენ კი ანგელოზებს ვძახით მაგრამ სიამოვნებაში არიან კოსმოსის მცხოვრებლები და იქ დრო ხო არა მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროში მივიდნენ თუ ვინმე სთხოვს დახმარებას და საერთოდ კოსმოსში არის ასეთი კანონი თუ არ თხოვ დახმარებას არ დაგეხმარებიან თუ თხოვ დახმარებას მაშინ დაგეხმარებიან იმიტომ რომ უნდა სთხოვო შენ უნდა გინდოდეს იმიტომ რომ შენ ნების წინააღმდეგ შენ რო გვტებოდე ხო არ ჩაერევიან თუ შენ არ თხოვ დახმარებას თუ თხოვ დახმარებას მაშინ ჩაერევიან ხო ახლა მე კი ვთქვი რომ დედამიწის საქმეში არ ერევიან მაგრამ ეს სახელმწიფო და მასეთ პოლიტიკის საქმეებში არ ჩაერევიან ესეგურველია ჩვენ გვაძლევენ საშუალებას მაგრამ რაღაც საკითხებში ისე დახმარებას თუ არა რჩევას მაინც მოგცემენ მე მაგალითად მასე ვაკეთებ მადლობას და სიყვარულს ვაგზავნი სამყაროში ჯერ ჩამოთვლი მთელ კოსმოსურ სამყაროს მე ჩემ დედამიწას ვუბრუნდები ყველა ადგილი შეიცავს სულს ყველაფერში სულია ჩაქსოვილი და ამ სულებს ვუგზავნი სიყვარულს სითბოს და ვუთვლი მადლობას მით უმეტეს წყალი სტიქიის სულებსაც მათ შორის მოიხსენიოთ უნდა ეფირი 4 სტიქია არ არსებობს 5 სტიქია ეფირი ამოიღეს სამდრიში ეფირიც იყო მე-5 სტიქია ხო ეს წყალი მიწა ცეცხლი ჰაერი ანუ ატმოსფერო და ეფირიც სხვადასხვა დონის სიხშირეებს შეიცავს არის როგორც სივრცე არის დაბალ ვიბრაციული სივრცე არის დაბალ ვიბრაციული დროც აბა რა დრო კიდე ვიბრაციების მიხედვითაა სივრცე ვიბრაციების მიხედვითაა პანდორინისა ლეტალიას უნდა დამატება და ამბობს რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი სისტემის შემადგენლობაში ჩვენ ცხოველებიც მცენარეებიც და საერთო მთელი სისტემა დედამიწის თვით პლანეტაც კი თუ რომელიმე ფენა ამ ეკოსისტემისა იწევა მაღლა ვიბრაციებში იწევა დანარჩენებიც ცხოველები გახდნენ უფრო გასუნვიერებულები არ დაგაქცეთ ეს არის 23 წელი შემდეგი კითხვა რატომ მიეჩვენენო მოხსენებას ან მოწვევას სასაფლაოებზე დაკრძალვის ადგილებზე და ასე შემდეგ რატომ შემოვიდაო ეს წესად ხო წესად ის კი რა 40 დღესაც სასაფლაოზე აკეთებენ შეიძლება თუ არაო ენერგიასთან ესე იგი არა ენერგიის დამთხოვითო მოდმო რამე სხვა ადგილიო და ამ სხვა ადგილზე რამე ახალი ვადიდოთ ვიდრე გარდაცვლილი და უკვე წასული გავიხსენოთ პასუხობს ლეტალია დიახო ამბობს ლეტალია ძველი დროიდან ხდებაო რაღაც რიტუალების და მიძღვნების ჩატარება დაკრძალვის ადგილებზე
არა სხვა ადგილას, არამედ დაკრძალვის ადგილებზე. აქ არ იგულისხმება ახალი, უბრალო ადამიანის სიკვდილის, უბრალო გარდაცვლილი ადამიანის სასაფლაო, არა. ხომ არის აქ ძველი დაკრძალვები, მასობრივი დაკრძალები. ზოგჯერ ეს ადგილები ეწინააღმდეგებაო ერთმანეთს, ეს დამარხვის ადგილები, დაკრძალვის ადგილები, ძველი დაკრძალვის ადგილები. შეიძლება ეწინააღმდეგებოდისო ერთმანეთს ენერგეტიკულად. მაგალითად, სასაფლაოებზე, სადაც არისო რელიგიური ენერგეტიკული გროვა, ვითომ ვიღაც დამარხული პიროვნებების სასაფლაოები, საერთოდ სასაფლაოებზე ყოველთვის გროვდება გავახი, ანუ ნეგატიური ნეკროტული ენერგია. და როდესაც იქ მოდის ადამიანი და ითხოვს რაღაცას, თხოვს რაღაცას, იმედიანად თხოვს და იმედიავს რომ შეუსრულდება, რასაც თხოვს ის, ისინი გროვდებიან ასეთ ნეკროტიულ ადგილებზე, ან შეიძლება ეს ნეკროტიული ადგილები იყოს ჭაობები, ან მიგდებული ადგილები, მაგალითად მიგდებული სასაფლაო, და ასეთ ადგილებზე ქმნიან ხელოვნურ რელიგიურ სიმბოლოებს. ასეთი მოქმედი ადგილები, სადაც გროვდება ხალხის დიდი რაოდენობა, უფრო მეტად ბუნებრივად არის ნეკროტიული ადგილები, საიდანაც შემდგომ გროვდება ეს გავახი. მეორე სახეობა ეს არის, როგორ გიხარ ახლა მე, ხო არის მაგალითად წმინდანების სასაფლაოები, როგორც მამახაბრი, გაბრიელი, ამდაგვარი ასეთი წმინდანების სასაფლაოები ხომ არსებობს, საიდანაც რაღაც სითხე გამოდის სამკურნალო, ხო? არის მაგალითად არ იხსნება ზოგი სხეული, ან ბევრ ეკლესიაშია შენახული რაღაც სხეულების ნაწილი. ხო, სადღაც ტანსაცმელი, სადღაც ერთი ხელი, სადღაც ერთი ფეხი, სადღაც თავი. ხო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ. ხო, მაგალითად ნაშტი სხეულისა ბევრი ზოგი მასშტაბებისა. და ეს ნაშტი, ეს სხეულების ნაწილი, ბევრი სხეულების ნაწილი აფრქვევს ისე ძლიერ ენერგიას, რომ ამ ადგილებზე თუ დაშტებით, სასაფლაოზე, ან სადაც დენა ეს სხვაგვარად, თვითონ მე სწორად რომ გამოთქვა მოვძებ, წმინდა ნაწილები, სწორად თქვი მე, წმინდა ნაწილები. და შეიძლება ადამიანი, როდესაც ასეთ ადგილებში იმყოფება, სხვა მდგომარეობაში გადავიდეს. თუ იქ მაღალი ვიბრაციული ენერგია, ადამიანს შეუძლია ამ მაღალ ვიბრაციული ენერგიით დაიმუხტოს. არა სხეულებისგან, იქ წმინდათა დაკრძალული სხეულებისგან, ნარჩენებისაგან, არა, თვითონ ადგილისაგან. შეიძლება ადგილს ჰქონდეს ისეთი მაღალი ენერგეტიკული დონე, რომ დაიმუხტოს. და შეიძლება ეს ადამიანი გახდეს წმინდა გადამტან მნიშვნელობით კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით. როდესაც ასე ადგილას ვიყავითო ჩვენ ინდოეთში, სადაც ნახესო ავრობინდა პანდიტი, ამ ავრობინდა პანდიტის თავის ქალა. იმ ადგილზე მოდისო ძალიან ბევრი რაოდენობა ხალხისა. იმისთვის რომ დაასვნენ მედიტაცია ჩაიტარონ. ჩვენ იქ ვიყავითო სადღაც მიახლოებით 1 საათი. იქ მე ვაკვირდებოდი, როგორ მოდიოდა ხალხი, სხვადასხვა ასაკის მოხუცეები, ხანში შესულები, ახალგაზრდები. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთო უბრალოდ ამ ენერგიების გამოცნობა, რითიც ტარდება რიტუალი, რამისით ტარდება რიტუალი, რითიც გინდა თქვენ ეს ჭირდებათ საერთოდ თუ არა. მაგალითად მე ვარო მოტვე ამბოს ლეტარია, რომ ამ დაკრძალვების ადგილებში ბევრი კუბები არისო ცარიელი. და როგორც მორევიო ითრევსო ადამიანების ენერგიას.
და როცა ჩამოვედიო, იქ ჩავედიო, სადაც ეს ნეგატიური ენერგია იყო, მე ორი კვირა ავად ვიყავიო. რადგან მე მივიხილო ძალიან ძლიერი დარტყმებიო, რადგან მე შევედიო იქ ჩემი ბიოლოგიური ველით და ვნახეო, იქ რაც ხდებაო. ეგრეგორებს კი ეს არ უყვართო. მაგალითად, ალტაიში არისო დამარხული ამბობს პანდორა, ალტაელი პრინცესა, ეს იციან ყველა და როდესაც ეს პრინცესა ამოთხარეს, დაიწყო მიწისძვრები იქ ალტაიში, მთიან ალტაიში, რადგან ეს პრინცესა თავისი მაღალი ენერგეტიკული ვიბრაციებით ეჭირა ის მთელი ალტაის სივრცე, ადგილმდებარეობა, გარშემო და როდესაც ის ამოთხარეს და ამოიტანეს, ყველაფერი ის დაინგრა, რასაც ის იცავდა. და ახლა ჩვენი შამანები იბრძვიან იმისთვისო, რომ ის პრინცესა უკან დააბრუნონო, რადგან იმ ადგილზე, სადაც პრინცესა იყო ჩამარხული და თავისი მაღალი ვიბრაციებით იჭერდაო იქ სივრცეს, ის სივრცე ნევნელა ისა სულ მიწისძვრები ხდებაო და იშლებაო ყველაფერი. ლეტალია ამბობს, ლეტალია ამატებს უბრალოდ რომ იგივე მოხდაო, როდესაც ტამერლანი ამოთხარესო. შემდეგი შეკითხვა. ძალიან გთხოვთო, მითხარითო, აუ თავი ამტკივდა, მითხარითო უსათვარისო თუ არა ყურება ასეთი სეანსებისა, როგორც რა დროსაც ხდებაო რაღაც არსებების განდევნა. მე ვხედავდიო, როგორ ადამიანს როგორ აწრობდნენო პატკუჩკას. პატკუჩკები ეს ჩვენ აურაზე რო ზილარიან სხვადასხვა ნაირნაირი არსებები და გწოვენ. მე გავხდიო ცუდად, ის ამბობს ვიც შეკითხვას სვამს და მე გავთიშიო ეს. ლეტალია პასუხობს, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოდისო, შეიძლება თქვენთვის იყოსო ნეგატიური პირადად თქვენთვის. თუ თქვენ ჩართავთო თქვენ ემოციურ სხეულს და რაღაცითო რეზონანსში შეხვალთო ამასთან. სეანსების ყურება შეიძლებაო, მაგრამ უნდა დააყენოთო დაცვა. მე მითუმა ხშირად ვიმეორებ იმ დაცვას. თქვენ ქართულად რო გადაგითარგმნეთ. მე თქვენ გაგიზიაროთ ერთ მეთოდს. წარმოიდგინეთო გამჭვირვალე ონკანი, როგორც ბადე, რომელიც არ ატარებს იმ ვიბრაციას, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს თქვენი ველი ან მიგაყენოთ თქვენ რამე ზიანი. ამ დროს კი უნდა თქვათო ფრაზა, ყველაფერ ჩემს ვიტოვებ ჩემთან, არაფერს სხვისას არ ავიღებ. და ეს ფრაზა მუშაობს ძალიან ბევრ პირობებში. პანდორა ამბობს, რომ შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციასთან ერთად მოვიდესო რამე დარტყმა ჩვენზე. ამიტომ დაცვა სულ უნდა დააყენოთ ნებისმიერი ინფორმაციის მოსვენისასაც კიო. და თუ რამე აი თქვენ ამბობთ, როგორ უნდა გავარჩიოთო. ზოგჯერ აი სწორი ვიდეო არა, რაც არასწორი. თუ თქვენო უსვენთო ვიდეოს და თქვენ რეზონანსში არ შედისო და არ მოგწონთო, გათიშეთო. ან სხვა ვიდეოზე გადაერთეთო. ეგ თქვენი, ესე იგი, რასაც თქვენ კარნახობთო. თქვენი გზნობები, თქვენი ინტუიცია. ასე მოიქეცითო. შემდეგი შეკითხვა. ძალიან გთხოვთო, მინდაო გავერკვეო თუ რა არისო სულის ასპექტი. და თქვენ როგორ გეხმარებათ თქვენი სულის ასპექტები თქვენ საქმიანობაში. პანდორა პასუხობს, ჩემი ასპექტებიო, კალი, დურგა, ლაქშმი, მე ძალიან მაგრად მეხმარებიანო. და როდესაც ყოველთვის ხდებაო ამ მაღალი ენერგიების ჩამოსვლა დედამიწაზე და ამ ასპექტების რაღაც ნაწილი იხსნებაო ჩემში. და მე გზნობ სივრცეს, გზნობ მათ სივრცის შორის. და მეო ახალი ნეგატიური ინფორმაცია არ მაყენებსო ზიანს. სხვათა შორის მეც რამე რომ ესმის არ დაცევ ყურადღებას. უბრალოდ ზოგჯერ სპეციალურად უშვებენ ნეგატიურ ინფორმაციას. ხომ იციან რომ ზოგი ხალხი ემოციურები არიან და ამიტომ ეს ნეგატიური ემოცია უფრო არის გაკუთვნილი მათთვის, იმისთვის რომ მაგასმა ინერვიულონ და გავახი გამოიმუშავონ. შემდეგ ამ გავახს აგროვებენ ისინი, ვინც ვისაჭირდებათ ეს საკვებისთვის. და ლეტალია ამატებს, რომ როდესაც ჩვენო
ვხედავთო სხვა რეალობებსო ჩვენ ამას ვიღებთო უფრო მაღალი ასპექტებიდან ჩვენი ასპექტები გვეხმარებაო ამა თუ იმ რაღაც მომენტში იმ ადამიანისთვის რომელიც ფიქრობს 3D ცნობიერები და გონებით სულ სხვანაირად წარუდგინიაო სხვანაირად წარმოიდგენს ამას ყველაფერს და იქედანო სულ სხვაგვარად ხდება უხედვა როდესაც მიდის ომები დედამიწაზე ან რამე პრობლემები ჩვენ იქედანო ამას ხედავთ სხვაგვარად რადგან ჩვენი ხედვის კუთხე არის უფრო გაფართოებული და ჩვენ ხედავთო მიზეზობრივ причинно-следственной связи. Причинно-следственной связи. მე ხამას ქართულად ვნახავს. ხო, причинно-следственной связи ქართულად არის მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობები. ხო, ეს причинно-следственной связи უფრო კარგად ჩანავიქეთ, ანუ მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობები ჩვენი გადმოსახედიდანო ზევიდან უფრო სხვაგვარად ჩანსო. კავშირები არა, უფრო უსწორი იქნება, ხო, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. და ჩვენ გვესმის თუ რატომ ხდება ეს თუ ის მოვლენა კავშირი. ხო, ახლა ჩემი წინა ვიდეო რო დავდე, ახლა დღევანდელი კი არა, ერთდღიანი ინტერნეტი რომ მქონდა ჩართული. მე მესმის ახლა იმ სვენელის გულისკივილი, მესმის. მეც ასე ვიყავი თავიდან ასე ფიქრობდი, მაგრამ მე ხა სხვაგვარად ვხედავ ამას ყველაფერს. მესმის სიტუაცია, რისი ბრალი შეიძლება იყოს. რა არის იცით, ძალიან რთულია მიეჩვიო იმასაც, რომ თუ ომი ხდება ან სიკვდილიანობა ან იხუპებიან ბავშვები, რომ ამას უნდა ქონდეს კიდევ რაღაც მიზეზი. ანუ წვრილი დონიდან ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. და ზოგადად დაშვებულადაც კი მიიმჩნევენ ხო ერთ-ერთ ვიდეოში ახალ ვიდეოში გოგოებმა თქვეს რომ ისინიო ის ადამიანები რომლებიც დაიღუპაო ამ ომში ირანში ან საერთოდ ომში იღუპებიან ბავშვები რომლებიც ომში იღუპებიან საერთოდ ადამიანი ესენი ყველა სადამ მოვლიან ჩვენთან განსახიერებლად იმათმა იციან უკვე თავიდან რომ მან ეს უნდა რომ ისინი მოგდებიან ამ დროს ძალიან რთულია ის მიიღება მithundes ბავშვები როდესაც იღუპებიან თან რა გამახსენდა ახლა Facebook-ზე ნახე პოსტი სირცხული ასეთი კომენტი იყო ასეთი პოსტი სირცხული სამყაროს რომ ასეთი ბიჭები მიყავს ვიღაცამ ეს დაწერა ვისაც ძალიან შეტკივა გული ძალიან უყვარდა ეს პიროვნება მაგრამ არა მე არაფერი არ დამიწერია იქა იმიტომ რომ მე ამას შეიძლება მოყოლოდა რაღაც გაბრაზებული მიწერა მოწერა და არ მინდოდა კიდევ არისად მეტკინა გული ამ პიროვნებისთვის მაგრამ თან ამ ადამიანს ვინც ეს დაწერა მიაჩნია რომ ცხოვრება ერთია და ის თუ გათავდა სამუდამოდ რადგან ეს დაწერა აი ასეთი კომენტარებით თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ ადამიანი არის თუ არა გამოხვიძებული ეს ადამიანი ამ ადამიანს ეტყობა ხო ძალიან გულისტკივილმა დააწერინა ეს პოსტი მაგრამ მე არ მინდა რავის გული ვატკინო სამყაროს არ მიყავს არავინ და სამყაროს რომ მიმართავთ ამიტომ ამბობ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ რასაც ამბობთ იმაში სამყაროს რომ მიმართავთ
მიმართავს ის ადამიანი ლანძღავს სამყაროს, რომ გრცხვენოდესო ასეთი ახალგაზრდები რომ იყავსო. ეს არის სამყაროს შეურაცხყოფა. ხალხო, სამყაროსაც გააჩნია ყურების სული ხსება. სამყაროს არ მიყავს ძალით არავინ. უბრალოდ იმ ბიჭის საციცოცხლო დრო იყო ამოწურული, არ ვიცი მე რით მოხდა ეს ახალგაზრდა ბიჭი. ავერიაში თუ მოყვა, შეიძლება დროზე ადრე მოუწია წასვლა. ხო, და მაგალითად მე გარდამეცვალა ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა დეიდაშვილი და დედა ჩემს ღმერთს ენდუროდა იმის გამო, რომ ის წაიყვანა. ის მოკვდა. იმიტომ რომ ძალიან უყვარდა თავისი დიშვილი. მეც ახლა დედა რო გარდამეცვალა, ხომ გითხარით, გამიჭირდა მისი დაკარგვა, მონელება იმისი, რომ ის ჩემთვის არ იყვარა სოდეს, როგორ ახარ იყო. მე მამასთან ვიზრდებოდი და დედას ნაკლებად ხედავდი. კი, ჩვენ კით გვიჩხუბიათ, 4 წელი არ ველაპარაკებოდი დედას. არც დავინტერესებულ ვარ. ხო, ამას ვამბობ. ჩვენ შევდგივა გული ჩვენ საყვარელ ადამიანებზე. მე ვიცი ეს რას ნიშნავს. მაგრამ არავის ბრალი არა თუ ვინმე მიდის. კი, ბევრი უდროოდ მიდის, მაგრამ ბევრი მიდის თავის დროს. იგივე ეს ბავშვები, რომლებიც იღუპებიან ომში. თქვენ ხო გეუბნებით მე, ჩვენ დღეს რომ ცოცხლობთ, ეს არის იმათი დამსახურება, ვინც კორექტირებას უკეთებს დროს და დედამიწის ენერგიას ანეიტრალებს, რომ მიწისძვრები არ მოხდეს. გლობალური მიწისძვრები. თორემ დღეს ჩვენ ისინი რომ არ იყვნენ, ჩვენც არ ვიქნებოდი და მომავალიც დაზარალდებოდა. მომავალიც, ხო. ხო და ლეტალი ამბობს, ზოგი ვფიქრობს, აი, მე რატო გავდივარ ამას, ისინი ცუდები არიან და მე რატო გავდივარ ამას. როდესაც ჩვენ გადავდივართო ჩვენ მაღალ ასპექტზე, ჩვენო გვესმის, რომ ჩვენი სული და ცნობიერება უკტავები არიანო, რომ ჩვენი ავატარები, ეს ფიზიკური სხეულები, რომლის შესახავ ვარ დედამიწაზე, ეს არის ჩვენი დროებითი თავშესაფარი, იმისთვის რომ ავატარის მეშვეობით დახმარებით ჩვენ მივიღოთ ჩვენი გამოცდილება. და ყველაფერი რაც ხდება რაღაცის გამო. ხო, რომ მამაში ზდენა რაღაცა ასრე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ამას, არ არის ემოციური დაძაბულობა. თუნდაც არიანო ისეთები, რომლებსაც ახსოვთ თავისი წარსული განსახელებები. ახლა ამ ფიზიკურ სხეულში ყოფნისას ბერს ახსოვს. თუ რა რეინკარნაციის პერიოდი რა სიცოცხლეები გაატარეს აქამდე და მათ შეუძლიათო დაბრუნდნენო იმ წარსულ ცხოვრებებში და მიზეზი მოძებნონო იმის ყველაფრისა, რაც ემართებაო ახლანდელ ცხოვრებაში და ამ დროსო ჩნდებაო ჩვენი ასპექტები და მათი გადმოსახედიდან ჩვენო პოულობთო ამ მიზეზს. და პანდურა ამბობს, მე ამას ყველაფერს ვუყურებო, მე ბერჯერ ხდებიო მაგას, რომ ეს არისო ერთი დიდი თეატრი. ჩვენ ყველანი ვართო ერთი სცენარის მოთამაშეები. შემდეგი შეკითხვა,
ცოლი და ქმარი, რომელ საგვარეულო განშტოებას ეკუთვნიან და ბიჭები და გოგოები, რომელს საგვარეულოს მიუერთდებიან შვილები, ესე იგი. პასუხობს პანდორა, მე ამას უყურებო როგორც საერთო ცნობიერების მხრიდანო, რომ ავიღოთ ჩვენი სხეულები. გოგოები მოდიანო მამის საგვარეულოდან, ბიჭები კი მოდიანო დედის საგვარეულოდან. ხო, ეს გასაგებიაო. მაგრამ რადგან ჩვენ ვართო საერთო ცნობიერება, ერთიანი სტრუქტურისო, ჩვენი საგვარეულო ხაზები პრინციპში ყველა შერეულიაო ერთმანეთში. და ის რომ სივრცეში მოხდაო რაღაც გამრუდებები და გამრუდებები გენეტიკაში და გამოდის რომ ჩვენი საგვარეულო ხაზებიც გამრუდებულია და ჩვენი საგვარეულოები გაერთიანდნენ იმისთვის რომ გასახიერდნენ ყველაზე ძლიერი გენები და ისინი ეს საგვარეულო ხაზები უერთდება ერთმანეთს უყურებელ დონეებზე და არჩევენ ყველაზე ძლიერ ასე ვთქვათ სულს იმისთვის რომ მოხდესო განსახიერებაში ძლიერ გენურ სხეულში და დაგეგმა ამისა ხდება ბევრად უფრო ადრე სანამ ჩვენ განსახიერდებით და იმ ხელშეკრულებებში რომლებიც არსებობდა ოკუპაციამდე ხდება ისეთ გლობალურ ნივთებში ისა მოვლენებში რომ როდესაც ჩემამდე მოვიდა ეს გაცნობიერება ადამიანებიც კი რომლებიც შეიჯახნენ ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთს მაპატიეთ ჭამენ კი არა სულ ჭამა ადამიანები რომლებიც ერთმანეთს შეიჯახნენ და ერთმანეთთან მიდიან შეხვედრაზე ქუჩაში მიდიან და ერთმანეთის გასწვრივ ხდებიან ერთმანეთს და სადღაც სამყაროში წამოვიდა წვიმა და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან და იმდენად ძლიერად არის დაკავშირებული და ისინი მანამდე მოილაპარაკენ ერთმანეთთან რომ ჩაუვლიდნენ ერთმანეთს მხარ-მხარს შეიჯახებოდნენ და ერთმანეთს შეხედავდნენ თვალებში ეს ბევრად ადრე არის დაგეგმილი შემთხვევით არაფერი ხდება იმდენად გლობალურად ხდება ამის ყველაფერს დაგეგმა შემდეგ ამის ყველაფერს ასრულება ამის ყველაფერს ჩანერგვა ისიც რომ დაუშვათ ბიჭი ამისგან გაჩნდეს გოგო ამისგან გაჩნდეს მაგალითად თუ ბიჭი დაებადება ის უხანძლებებს სიცოცხლეს დედას და პანდორა ამბობს რომ თუ მე მინდა განსახიერება მაგალითად კიდე მომინდება მე დავიბადებით ჩემი ვაჟების საგვარეულოში თუ იბადება გოგო თუ იბადება ის არის მამა განსახიერებით მისი შვილების საგვარეულოში ხდება გადაჯვარედინებასავით მოსლა დაბადება ადრე დიდი ოჯახები იყო 16-17 ბავშვები ყავდა იქ ნებისმიერ შემთხვევაში განსახიერდებოდნენ მშობლები მისი შვილიშვილების შვილთაშვილების საგვარეულოში ესა რომ ოკუპაციის შემდეგა ყველაფერი არიეს დარიეს ჩვენმა ოკუპანტებმა და ჩვენ შეგვიძლიათ ამ ხრივ ნორმალურად განვითარდეთ ამიტომ მეშვიდე შვილი მეშვიდე ვაჟი მეშვიდე ქალიშვილი და მათ უფრო მეტი ეძლეოდათ მაგალითად მეოთხე შვილი იღებდა თავის თავზე მთელ კარმას ძალიან ბევრ ეძლეოდა ამ მეოთხე შვილს ხო საგვარეულო ხაზის დამცველები აცლებდნენ მეოთხე შვილს ყველაფერს იმისთვის რომ ისინი მეოთხე შვილები ყოფილიყვნენ ძლიერები და მეოთხე შვილში ყოველთვის შედის ყველაზე ძლიერი სული რატო ხდება ხოლმე რომ პირველი შვილი ყოველთვის ძლიერია ყოველი განსახიერებული სული განსახიერებული ავატარში ყოველი სული ძვირფასია და ფასობენ არა მხოლოდ ადამიანები ფასობენ ცხოველებიც თუ საგვარეულოს გამრუდება რაღაც საგვარეულოს გამრუდება მოდის კარმით რომელიც იყო დახვეული ჩვენ თავზე ჩვენ საგვარეულოზე რომელიღაც ჩვენი წინაპრით ოდესღაც ძველ დროში და ამ გამრუდების ამ რაღაც დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალება ეძლევა
ყველაზე ძლიერ სულს რომელიღაც საგვარეულოში და ეს ძლიერი სული მოდის ახლა განსახიერებაზე რომ აი ეს დაშვების შეცდომა გამოასწოროს მთელი პლანეტარული მასშტაბით რომ გამოასწოროს არა მხოლოდ თავის საგვარეულოში დაშვების შეცდომა არამედ გამოასწოროს ის გამრუდებები რომელიც არის დაშვებული მთელი კაცობრიობის საგვარეულოში პლანეტარული მასშტაბით და ლეტალია ეკითხება პანდორას რა მოხდებაო მაშინ როდესაც სულს არ შეუძლეო ამ ხელატვირთის წაღება რომელიც ააკიდესო ზურგზე მაგალითად ხომ არიანო ისეთი საგვარეულოები სადაც ყავენო ლოთები ნარკომანები და ადამიანი ვერ წევსო ამ ხელატვირთს რა უნდა გააკეთო როგორ უნდა მოიქცეო ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში როდესაც არისო საგვარეულოს კარმა ხო პანდორა ამ პასუხობს დაუშვათო ნარკომანი განსახიერდაო ახლა გადასვლის პერიოდში რა სული განსახიერდაო მის საგვარეულოში რომ გახდა ნარკომანიო და რომელმაც მიიღო ეს გამრუდება ეს ნარკომანული გამრუდება და როდესაც მოხდება ახლა ამ მაღალი ვიბრაციების აწევა მის სულს ხომ ესმის რა ხდება მაგრამ მის სულს ისიც ესმის რომ ეს გამრუდება ეს ნარკომანობა უნდა გამოასწოროს უნდა დაამუშავოს ჯერ და შემდეგ გამოასწოროს და ის მიყვება ტანჯვის გზას წავა ან დოზას დაიმატებს ნარკომანი ან წავა და ფეხებს მოაჭრიან ან წავა ომში დამოკლავენ მოკლავს ვინმეს ან მას მოკლავენ და ეს ამდაგვარად დამუშავდება ეს კარმა მისი ავატარის მეშვეობით და ის სული რომელიც ზის ამ ნარკომანში ყველაზე ძლიერი სულია რომელიც განსახიერდა ამ ნარკომანში იმისთვის რომ ამ ნარკომანის შეცდომა კარმა გამოესწორებინა და ემუშავებინა და გამოესწორებინა ამ ჩვენ დროში და ეს მე ვიგრძენი ახახარ და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ ვართ ყველა გმირები და იმ ადამიანებშიო ის ადამიანები რომლებიც ნარკომანობენ ლოთობენ ესე ამათმა თუ შეიგნეს რომ მათი სხეულები არის გამრუდებული და ერთადერთი გამოსავალი არის მათი წასვლა ისინი წავლიან განსახიერდებიან ანუ მოგდებიან ისინი როდესაც გააცნობიერებენ ეს ლოთები ნარკომანები რომ სჯობს ისინი წავიდნენ და მხოლოდ ამით მოიხსნებათ კარმა რომელიც უნდა რომელსაც ამუშავებენ და სხვათა შორის მე არ მინდა ახლა გული ვატკინო იმ ადამიანებს რომლებსაც ყავთ ინვალიდი ბავშვები სხვათა შორის უშვებენ სპეციალურად ამ სიტუაციებს ზოგჯერ ასეთი სხეულის ავადმყოფის ინვალიდის სხეულში უშვებენ გასასახიერებლად მაღალ სულებს ძლიერ სულებს იმისთვის რომ რაღაც დავალება შეასრულონ და როდესაც ასეთი ბავშვები იბადებიან მშობლებო უნდა იცოდეთ რომ ამ თქვენ ბავშვებს შესულია ყველაზე ძლიერი სული და როდესაც ასეთი ბავშვები იბადებიან ოჯახში ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მშობლებს გაქვთ დასამუშავებელი თქვენი თავი არ უნდა მიიღოთ ეს როგორც რატომ მე რატომ დამემართა ასე ეს სპეციალურად შექმნილი სიტუაცია იმისთვის რომ თქვენ ყველა თქვენი კარმა დაამუშავოთ მიიღოთ თქვენი სიტუაცია ისეთი როგორიც არის ძალიან ადვილი ხა ზოგი იტყვის რა ადვილად ლაპარაკობ შენ დედობა არ იციო რა არისო და არასოს ყოლიაო ასეთი შვილი
მე არ გამიჩენია ისა დედობა არ მიხსნია, მაგრამ ამის გამო მე უფრო ობიექტურად მსჯელობ. რადგან შვილი არ მყავს, მე შემიძლია ვიმსჯელო ობიექტურად. თორე ალბათ ზოგი დედებივით მეც ჩავიკეტებოდი ჩემ ფუტლარში. და მე რომ იცით რა, მე დედობა არ ვიცი რა, ხო მართალია. მე არც ინვალიდის შვილი მყოლია და არც არანაირი რაღაც ნაკლით ფიზიკური ნაკლის შვილი, მაგრამ მე ჯანმრთელობასთან პრობლემები ხომ დამეწყო. როდესაც დამეწყო მე ჯანმრთელობასთან პრობლემები, თუმცა მე ჩემი თავის უბრალოდ არასწორად თქვი ახლა. მე ხო მაინც მდგუნავდა ეს სიტუაცია, ხო? და ვამბობდი ხოლმე, რაღა მე, რაღა ყველაფერი ერთად მემართება და რაღა ეს, რაღა ის. და იცით რა, როდესაც მე ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი პრობლემებით, იცით როგორ შემისუბუქდა მდგომარეობა. მაგრამ სანამ ამ გამოღვიძებამდე მივიდოდი, ამ შეგნებამდე, სანამ გავაცნობიერებდი ამას, ბევრჯერ მიმეტყია კედელზე თავი, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ახალგაზრდა ადამიანი ვარ 55 წლის და მე დავდივარ როგორც ბევრი მოხუცი ჯოხი დადის, ისე დავდივარ. მე რო შემხედოთ უკნიდან ზურგი ან გვერდიდან უბრალოდ დამაყენოთ გვერდზე, მოღრმცილი ვარ კითხვის ნიშანივით. ზოგი ახლა იტყვის რა გაცინებსო. არა, მე ის კი არ მეხარია, მე რომ მოღრმცილი ვარ. მაგრამ კითხვის ნიშანზე გამეცინა. წუთი და 17 წუთი არა, 1 საათი. 1 საათი და 17 წუთი. ხო, კიდე არის ცოტა ადგილი. მშობლებო, აი აქ სადაც მე ხაქირით ვარ, ბავშვი არის ოჯახში აუტიზმიანი. სიტყვას ვერ ამოიღებ. რამეს ვერ შეგითხები ვერაფერს. მშობლებს არ სიამოვნებს მე რამეს ვეკითხებ. და არის ბევრი საკურველია მიზეზები თუ რატომ ჩდება ოჯახში, კიდე სხვა მიზეზით შეიძლება იყოს. ასეთი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეგნებულად ირჩევენ სულები ასეთ გამრუდებულ სხეულებს. კი ზოგს კლავენ მშობლები აბორტების დროს. მართლა რამე და დავამატო, რადგან ჩვენ სულ ამ საკითხს შევეხეთ. მაგალითად თუ რატომ ხდება ბუნებრივი აბორტები? ამაში თვითონ გაგარკვიოთ. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივად, როდესაც საერთოდ სანამ კი არა, როდესაც ბავშვი ჩაისახება, სული უცებ არ შედის ნაყოფში, ის გარშემო დადის. სანამ ნაყოფი არ მივა იმ დონემდე, როდესაც ამბობენ სული აიდგაო ბავშვმა, იმ დროს შედის ნაყოფი სულში, მანამდე ის დადის გარშემო. 3 თვე ნახევარია მგონი, თუ 4 ნახევარი, არ მახსოვს ზუსტად. ბავშვი სულს რო იდგამს
და როდესაც დაუშვათ ნაყოფი ზოგჯერ სული გადაიფიქრებს იმ ნაყოფის სულში ყოფნას და ბუნებრივი აბორტი ხდება. იმიტომ რომ სულს არ უნდა ამ ნაყოფში ცხოვრება. აქვს უფლება ვარ ითქვას. ამ დროს ხდება ბუნებრივი აბორტები. როდესაც სულს არ უნდა ამ ნაყოფში გაახაროს ეს ნაყოფი. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც დედები იკეთებენ სპეციალურად აბორტს, დასაკვირველია, ამ ბავშვის სულები ვერ წავლიან დედამიწიდან მანამ, სანამ არ ამოიწურება მათი დრო. მე არ ვიცი ახლა ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება, მაგრამ ეგ ხო სიკვდილია. ეგ ხო სიკვდილია მეთქი, რას ვამბობ მე? კლელობაა. და მოკლული სული ვერ წავა დედამიწიდან, სანამ თავის დროს არ ამოწურავს. გავაგრძელოთ. შემდეგი კითხვა, როგორ უნდა გავაკეთოს სინქრონიზაცია პლანეტა დედამიწის შეფარდებაში? რომელი ვარჯიშები და პრაქტიკები გეხმარება თქვენ ამაში? რამე გვირჩიეთ? იქ რაღაცები ჩამოთვალა პანდორამ და ერთს გეტყვით. ახლა არის თურმე ბევრი ვარჯიშები იოგაში, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთები არ აქვს და ნებისმიერი იქიდან შეგიძლიათ აერჩიოთო. ვისაც ჭარბი ტონა აქვს, მაგათაც შეუძლიათ ეს ვარჯიშები ინტერნეტში იშოვითო, იპოვითო ნებისმიერ სუბუქ ვარჯიშებს იოგაში, რომლის ჩატარება არ გაგიჭირდებათო. კარგი, მოდით ამით დავამთავროთ. მადლობთ ყურადღებისთვის.